თუ კარგი მეგობარი ხარ, ყოველთვის უნდა შეუსრულო მეგობრებს თხოვნა. ადრე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემს მეგობარს რამე არ სყენოდა, მაგრამ უკვე აღარ. ცოტა ხნის წინ ვცდილობდი უარი არავისთვის მეთქვა. აუ გიო გთხოვ ერთი კვირით კურსასმენები მათხოვე რა. კი, რა პრობლემაა? აუ გიო ხვალ კინოში წავიდეთ არ გინდა? რავი, კი, წამო. გიო დღეს ჩემაგივრად იმუშავე გთხოვ. რა პრობლემაა? აუ გიო ხვალ გიო გთხოვ ერთი კვირით. დღეს ჩემაგივრად ამას people pleaser-ობას ვიძახით ხოლმე. People pleaser-ი არის ადამიანი, რომელიც უკონტროლოდან ეჭებს უპირატესობას სხვების გაბედნიერებას. ეს კი პრობლემა ხდება მაშინ, როცა სხვებზე ზრუნვა შენ გაყენებს ზიანს. თუ შენ თავში people pleaser-ს ხედავ, ეს სამირჩევა გამოგადგება. პირველი, ისწავლე უარის თქმა. თუ სხვების თხოვნებს მუდმივად შენ სრულებზე წინ დააყენებ, საკუთარ თავს დაკარგავ. ამიტომ, როცა რამეს გთხოვენ, დრო აიღე და პასუხი იმპულსურად არ გასცე. მეორე, დაფიქრდი იმაზე, რა არის შენი мотиваცია. როცა ვინმე რამეს გთხოვს, შენს თავს დაუსვიკითხვა. ამას იმიტომ მოვაკეთებ, რომ მართლა მინდა თუ თავს სვალდებულად ვცნობ. მესამე, შეეგუე დისკომფორტს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მიხვდები, რომ შეუძლებელია ისე მოიქცე, რომ ყველას მოეწონა. ამას რაც უფრო მალე გაიაზრებ, მით უფრო მალე დაიწყებ საკუთარი თავის პატივისცემა. შენ გიჭირს არას თქმა? დაგვიწერე კომენტარებში.